უწყვეტი პროევროპული პროტესტის 395 დღეს ქაშვეთის მიმდებარედ დააკავეს ადვოკატი დავით ასანიძე. მას სავარაუდოდ პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. დაკავების კადრები სოციალურ ქსელში აქტივისტებმა გაავრცელეს. დავით ასანიძე დიღმის იზოლატორში გუშინ ღამითვე მოინახულა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი ჩომახაშვილმა. მოვინახულეთ დავით ასანიძე, მე და ჩემმა კოლეგამ მათ შორის მოსული იყო გიორგი ჭოჭოვა და ერთად შევედით, ნახეთ, ის თავს კარგად გრძნობს, რაც ჩვენ გავიგეთ სხვა მტკიცებულებებიდან გამომდინარე და მისი მონაყოლიდან გამომდინარეც, ის ეუბნებოდა და უმარტავდა პოლიციას, რომ იყო ადვოკატი, იურისტი და უსვამდა იურიდიულ შეკითხვებს, რაზეც პოლიცია გახდა აგრესიული და მოუწოდა დაკავებისკენ. ამის მტკიცებულებები იქნება წარდგენილი და კიდევ ერთხელ ვამბობ, და იმ პოლიციას ვიდა მოუწოდო. როცა გეუბნებია, რომ არის ადვოკატი და იურიდიულად გესაუბრებიან, ძალიან გთხოვთ, რომ ქუჩური საუბრისგან თავი შეიკავოთ, ვინაიდან ამის მტკიცებულებები არსებობს. და წარმოადგენს სასამართლოში და კიდევ ერთხელ მოუწოდებ ადვოკატთა ასოციაციას ამაზე გააკეთოს განსაკუთრებული ყურადღება. პროტესტის შემზღუდავი ახალი კანონმდებლობის მიხედვით, რომელსაც ყაველაშვილმა ხელი 12 დეკემბერს მოაწერა, ხალხის სავალ ადგილას შეკრების ან მანიფესტაციის გამართვამდე 5 დღით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილება სავალდებულო გახდა. თუ წყება გადაწყვეტს, უფლებამოსილება ექნება, რომ აქციის მონაწილეებს ალტერნატიული დრო და ადგილი შესთავაზოს. წინააღმდეგობის შემთხვევაში პროტესტის მონაწილეებს თავდაპირველად 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაემუქრებათ ტროტუარზე დგომის გამო. განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება. სწორედ ამ რეპრესიული ცვლილების საფუძველზე გუშინ ქართული ოცნების პოლიციამ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს ტროტუარის გათავისუფლება მოსთხოვა, რასაც აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ. მოგიწოდეთ, არ დაიკავოთ ფრეითა სავალი ნაწილი. დაემორჩილოთ კანონის გათვალისწინებულ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს მიმართ გატარებული იქნება კანონის გათვალისწინებული ზომები. ამ თემაზე პროტესტის მონაწილეთა პოზიციის იდენტურია სახალხო დამცველის მოსაზრებაც. ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეკრების უფლებაში ჩარევისას აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრი მოთხოვნებით უნდა იხელმძღვანელოს. ომბუდსმენის განცხადებით, ახალი კანონის აღსრულება არ უნდა მოხდეს ისე, რომ წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებამ პრაქტიკაში შეკრების გამართვის შესაძლებლობა ნებართვის მიღებას დაუქვემდებაროს, რადგან მისივე თქმით ეს პირდაპირაა აკრძალული საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლით. პოლიციის გუშინდელი გაფრთხილების მიუხედავად აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ. ისინი ახალ სამართლიან საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.